გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მოქალაქეებმა სხვადასხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებისგან დღეს მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს. მათ გამგეობამ ამცნო, რომ გზა დაიგო, სკვერი გაშენდა, განათება დამონტაჟდა და ასე შემდეგ. ერთგვარმა წინასაარჩევნო რეკლამამ მესამე სექტორში კითხვები გააჩინა. მათი აზრით ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ჰგავს. თამარ ბუბაშვილი დეტალებით. გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში დასრულდა ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. წარმატებულ დღეს გისურვებთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს თამარ გრძელიძე უკვე რამდენიმე დღე იღებს. მართალია თავად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ რეგიონებში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმირებულია. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მე თვითონ თბილისში დავიბადე, გავიზარდე, აქ ცხოვრობ და ვერაფრით ვერ ხვდები თელავის და მარტვილის მუნიციპალიტეტიდან რატომ მომდის SMS-ები. სიმართლე გითხრა, არც მიცდია რომ გამომერთო ეს SMS-ები, ამიტომ 3 SMS-ი მივიღე. თამარ გრძელიძის მსგავსად იგივე შინაარსის ტექსტური შეტყობინებები თითქმის ყველა რეგიონის მაცხოვრებლებმა მიიღეს. გაცნობებთ, რომ ქალაქ გარდაბანში დასრულდა გარეგანათების მოწყობის პროექტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი. გაცნობებთ, რომ დასრულდა სოფელ ფარცხანაკანევში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის მიერ დაგზავნილმა შეტყობინებებმა კითხვის ნიშნები გააჩინა არასამთავრობო სექტორში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მსგავსი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა კანონდარღვევა იყოს. ირიბი მოწოდება იმისკენ, რომ აი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, მოდის არჩევნები და გავლენის მოხდენა ამ მომრჩეველზე. საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. დამატებით ინფორმაციას გამოვითხოვთ იმ მუნიციპალიტეტებისგან, საიდანაც ვისმერაც განხორციელდა შეტყობინებების დაგზავნა. მოქალაქეებს ლეგიტიმური ინტერესი გაუჩნდათ, საიდან მოხდა მათი სატელეფონო ნომრები მონაცემთა ბაზაში და ამ საკითხის შესწავლა იქნება სწორედ ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა უახლოეს პერიოდში. თამარ ქალდანის უწყება კიდევ ერთი საკითხით დაინტერესდა. ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა ხმოვანი შეტყობინება სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ მიიღეს. მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მომსახურების გასაწევად ხელშეკრულება საინფორმაციო ცენტრ 09-დან გააფორმა. ეს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური რეკლამა, მხოლოდ იყო შეტყობინების სახით. თარწმუნის ამომრჩევლებს, ანუ მაჟორიტარი დეპუტატი ატყობინებს თავისი შეხვედრების ადგილს და დროს. ეს არის ბაზა, რომელიც მოქალაქეები, როდესაც ჩვენი სერვისით სარგებლობენ, ჩვენ გვაქვს ყველა მათთან, ასე ვთქვათ, არის ხოლმე ისინი რეკლამენ, ხშირად რაღაცის გარკვევა უნდა და ჩვენ გვაქვს ეს ბაზა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიწვევის შესახებ შეტყობინება სილქნეტის აბონენტებმაც მიიღეს. კომპანია საინფორმაციო ცენტრ 09-ს მოუწოდებს მსგავსი ინფორმაცია მის მომხმარებელს აღარ მიაწოდოს. სილქნეტი აბონენტებსაც მიმართავს და განმარტავს, რომ პოლიტიკას ემიჯნება და შეტყობინებები მას არ დაუგზავნია.